ნინა დრამა, ქალი, რომელმაც UFC დაიპყრო, მისი სახელი ნინა მარი დანიელია, მაგრამ მილიონობით ადამიანს ის ნინა დრამას სახელით იცნობს. ღიმილი, იუმორი და თავდაჯერებულობა, ის გახდა UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ნინა დაიბადა 1988 წლის 27 დეკემბერს, ნიუ-იორკში. მამა ბრაზილიელი ჰყავს, დედა იტალიელი. ახალგაზრდობაში ოცნებობდა პოეტობაზე, ფიქრობდა ჯარშიც წასვლაზე, სწავლის გადასახადის გადასახდელად. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. სანამ ჟურნალისტი გახდებოდა, ის მოდელობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Playboy, Vogue, Victoria's Secret. 2017 წელს გახდა Playboy-ისთვის გოგონა. წარმატება თითქოს მიღწეული იყო, მაგრამ ნინა მეტს ეძებდა. 2022 წელს მოულოდნელად გამოჩნდა UFC-ში, როგორც ჟურნალისტი. თავიდან ბევრმა არ დაიჯერა, მაგრამ მალე ყველას მოხიბლა. მისი სტილი, თამამი, მხიარული, გულწრფელი. ის ცვლის მთელ ინტერვიუს ფორმატს. ლეგენდარული მებრძოლები, ხაბიბი, ალექსანდრე ვოლკანოვსკი, ჯასტინ გეიჯი, თავისუფლად იბადებიან კამერის წინ, როცა ნინა მიკროფონს იღებს. მაგრამ განსაკუთრებული ქიმია იგრძნობა მის ინტერვიუებში მერაბ დვალიშვილთან, ქართველთან, რომელმაც თავისი დაუღალავი ენერგიით დაიპყრო UFC-ს გულშემატკივრები. მერაბი, დაუღალავი მებრძოლი, რომელიც არასოდეს ჩერდება. როცა ის იმარჯვებს, სწორედ ნინა უდგას გვერდით ოქტაგონში. მათი მოკლე საუბრები ყოველთვის გულწრფელია, ძლიერი და ენერგიული. ისინი იღიმიან, საუბრობენ, იცინიან და ეს ურთიერთპატივისცემას აშკარად აჩვენებს. ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუ მერაბის გამარჯვების შემდეგ გახდა ვირუსული. ნინას ღიმილი და მერაბის სიმშვიდე ათასობით გულშემატკივარმა შეიყვარა. დღეს ნინას მილიონობით გამომწერი ჰყავს TikTok-ში და ში. მას აქვს საკუთარი პოდკასტი და ინტერვიუები UFC-ს ვარსკვლავებთან. ნინა დრამა, ეს მხოლოდ ჟურნალისტი არ არის. ის გახდა UFC-ს ხმა და გული. ხოლო მის გვერდით დგანან გმირები, როგორც მერაბ დვალიშვილი. ადამიანები, ვინც მხოლოდ მუშტებით კი არა, გულითაც იბრძვიან.